სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, აი ამ წირვისათვის. ჩვენ დღევანდელ სახარებაში ამოვიკითხეთ, სახარებიდან ამოვიკითხეთ მაცხოვრის გამოცდა უდაბნოში. ასე ეწოდება, როდესაც ის 40 დღე იმარხულებს, შემდეგ წერია, რომ მას მოშივდა და მაცდური მიდის და ეუბნება, რომ შენ თუ ღვთისძე ხარ, მაშინ თქვი, რომ ეს ქვები ყურებად იქცნენ. და წმინდა მამები და მათ შორის წმინდა იოანე ოქროპირი აქ ყურადღებას ამახვილებენ ნაყროვანების ცოდვაზე. კი არა, ეუბნება, რომ ეს ქვა ყურად იქცესო, არამედ ყურებად, სიმრავლეზე აქ ლაპარაკი, რომ ერთ-ერთი აქ აი ამ სახარების ამ მონაკვეთში სამ დიდ ცოდვაზე არის საუბარი, რომელიც სამი ცოდვიდანაც გამომდინარეობს ყველა დანარჩენი ცოდვა, რომელთა ძირი თავისთავად არის ამპარტავნება, ანუ პატივმოყვარეობა იგივე. ამ შემთხვევაში ნაყროვანებაზეა საუბარი და უფალი ეუბნება, არა ხოლო ყურითა ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელიც გამოვას პირისაგან ღვთის. შემდგომ წაიყვანს და ტაძრის ქიმზე დააყენებს და ეუბნება, გადაიგდე შენი თავი, რადგან დაწერილია, რომ ანგელოზები აგიყვანენ ხელშიო და ფეხს არ წამოჰკრავ, არ წაიბორძიკებო, ესე რომ 90 ფსალმში რაც წერია, ხელთა მართაზე დააგიყვან შენო, სადაც არცე ქვასე ფეხი შენ. და უფალი ეუბნება, რომ არა, ისიც დაწერილია, რომ არა გასცადო ღმერთი შენი. ანუ ნახეთ, თან დააკვირდით, მაცხოვარი ყველა ამისას ძურს ისევ წმინდა წერილიდან პასუხობს. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმის წმინდა წერილიდან, იმიტომ რომ ახალი აღთქმა მაშინ უბრალოდ დაწერილი არ იყო და სხვათა შორის ახლა ხანს ვკითხულობდი წმინდა ბასილი დიდის წიგნი ქართულად ითარგმნა ახლა. ძალიან კარგია, ქადაგებებია, კითხვა-პასუხებია და ძალიან დიდებული ნაშრომია და ესე იგი, როდესაც რაღაცას ეკითხებიან, ის სულ წმინდა წერილიდან პასუხობს. აი, ისე რომ გაგიკვირდება ადამიანს ისეთი დიდებული პასუხებია და რატო ვამბობ ახლა ამას, რომ ჩვენი გონებაც ისე უნდა იყოს, ესე იგი, როგორც იტყვი, უნდა ცურავდეს წმინდა წერილის გამონათქვამებში, რომ აი რაღაცა შეკითხვა რომ გაგიჩნდება, არ არსებობს, რომ არ იპოვო პასუხი წმინდა წერილში. რა თქმა უნდა, სწორად თუ აღიქვავ და განმარტავ იმას წმინდა მამების მიერ. და აქაც უფალი სწორედ წმინდა წერილიდან პასუხობს და შემდგომ წაიყვანს მაღალ მთაზე და უჩვენებს ამ წუთის ოფლის ყველა სიმდიდრეს და ეუბნება, თუ დავარდებიო და თაყვანს ცემო, ყველა ამ სიმდიდრეს შენ მოგცემო. და უფალი ეუბნება, რომ დაწერილია, რომ უფალსა ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას ხოლოსა მსახურებდა. ანუ პირველ შემთხვევაში ეს იყო ცოდვა ნაყროვანებისა. ნაყროვანება არის ორგვარი, ესე იგი, არის გემოთ მოყარეობა, როდესაც ადამიანი რაღაცა გემრიელს მიელტვის და რაღაცა განაეხლა მანდილოსანმა გემრიელი საკვები არ უნდა გააკეთოს, მაგრამ აქ საუბარია ნებაზე, რომ მე რაღაცა გადამეტებული სურვილი მაქვს და მიჯაჭვული ვარ რაღაცაზე. მეორე არის სიმაძღრე, ესე იგი. შეიძლება ადამიანი სულაც უგემორსჭამდეს, მაგრამ ძალიან ბევრი უნდოდეს, რომ არის ხოლმე ზოგჯერ, აი შეიძლება მარხვა იყოს, სამარხვა რაღაცა შეჭამა, მაგრამ ძალიან ბევრი და მაშინ რა განსხვავება. ის კი არა, წმინდა მამები ამბობენ, რომ ხსნილშიც კი იმარხულა, ანუ თავშეკავებით იყავ, ეს უფრასთანაც კი თავშეკავებით იყავ, ხსნილია მარხვა არ არის, მაგრამ თავშეკავება მართის. მეორე სასტური, როდესაც ეუბნება, რომ ტაძრიდან გადაიგდე თავიო და ანგელოზები აგიყვანენ ხელში, ეს სინამდვილეში 90 ფსალმოში უფალზე კი არ არის ნათქვამი, თითოეულ ადამიანზე, ვინც ღმერთს ენდობა, აი ამაზე ლაპარაკი, რომ არ დაეცემა ის და უფალი შეეწევა და აქ არის საუბარი ამპარტავნების, პატივმოყვარეობის, ესე იგი,
საცდურზედან. იმ ბოლო შემთხვევაში იყო ვერცხლის მოყვარეობის საცდური. და ეს სამი აპარტაუნება, ნაკროვანება და ვერცხლის მოყვარება არის ძირი ყოველგვარი სიბოროტისა და ყოველგვარი საცდურისა. ამიტომაც, როდესაც ეს დამთავრდა, იქ წერია, რომ უფალმა აღასრულაო ყოველი საცდური, ანუ ყოველი საცდური გადაილახა. არადა სინამდვილეში სამწოდვაზეა ლაპარაკი, მაგრამ წერია ყოველი საცდური, იმიტომ რომ ყოველი ცოდვა და ნება სწორედ აი ამ სამიდან გამომდინარეობს, აპარტაუნებიდან, ნაკროვანებიდან და ვერცხლის მოყვარებიდან და მათი მთავარი და ძირი კი არის აპარტაუნება. და თუ ადამიანი აი ამ სამ ნებაზე იმარჯვებს, ესე იგი იმარჯვებს ყველა დანარჩენსაც. ჩვენში მეტნაკლებად მოქმედებს, ესე იგი ზოგი ერთი ცოდვიდან გამომდინარეობს, ზოგი მეორედან, ზოგი მესამედან. აი მაგალითად, ესე იგი, როგორ ამბობს წმინდა მამა ივანესინელი, რომ ნაკროვანება არისო სიძვის დედაო. ესე იგი, ნაკროვანება სიცას შობს, რაღაცა ვილც და მრუშულ აზრებს შობს. და ესე ყველა ცოდვა რაღაცა, აი მაგალითად, ჩვენ როდესაც განვიკითხავთ ადამიანს, შეუძლებელია, რომ ჩვენში აპარტაუნება არ იყოს. თამდაბალი ადამიანი არ განიკითხავს. ესე იგი, სადღაც მანამდე აპარტაუნება ყოფილა. ჩვენ სხვისკენ გავიშვირეთ ხელი, ეს მოვახერხეთ. და ესე ყველაფერი. აი მაგალითად, ვერცხლის მოყვარეობას მოციქული პავლე უწოდებს კერპთაყვანისმცემლობას. იმიტომ რომ კერპი რა არის? კერპი ის არის, რომელიც ჩვენსა და ღმერთს შორის ჩადგება და ჩვენგან თაყვანისმცემას მოითხოვს, ისე როგორც ღვთის თაყვანისმცემას. და რამდენჯერ მომხდარა, ესე იგი, ადამიანს ღმერთი დავიწყებია რაღაცა მატერიალურის გამო. ადამიანი უწყენინებია, რამდენი ბოროტება ხდება ვერცხლის მოყვარეობის გამო. და ყველა ცოდვა აი ამ სამიდან გამომდინარეობს. თუნდაც იგივე კაცის კვლავ რამდენჯერ მომხდარა იგივე ვერცხლის მოყვარეობის გამო. ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ აი დავაკვირდეთ ჩვენს თავში და რაც იწვევს იმ ცოდვებს, რაც ჩვენ გვაქვს და იმ მიდრეკილებებს, რაც ჩვენში არის, რაც აქვს საფუძვლად, აი განკურნება იქიდან დაწყებული იყოს ჩვენი სინანულით და ღვთის მოწყალებითა და მაგით. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გავხდეთ.